პროდუქტიულობაზე და სტრესზე ვისაუბრებ, რა კავშირში არის ერთმანეთთან. ხშირად სტრესი ინიღბება პროდუქტიულობით, იმიტომ რომ როდესაც გამუდმებით ხარ სტრესში და კორტიზოლი, ანუ სტრესის ჰორმონი სისხლში მუდმივად არის, შესაბამისად გლუკოზა არის, ანუ ენერგიებზე ხარ, რაღაცაში უნდა გახარჯო ეს გლუკოზა, ხო? ტვინი იწყებს აქტიურად მუშაობას და შენ შეიძლება გეგონოს, რომ ბევრად უფრო პროდუქტიული ხარ. შეიძლება ერთი კვირა ისე იმუშაო, რომ ენერგიებისგან არ დაიცალო და შეატყო, რომ რაღაც მოზღვავებული ენერგიები გაქვს, იდეები მოგდის, ჩართული ხარ საქმეში, კარგად ფოკუსირდები და ასე შემდეგ. რაც ცოტათი არაბუნებრივი არის, იმიტომ რომ აქტიური მენტალური დატვირთვის მერე ჭირდება აუცილებლად აღდგენა შენს სხეულს და ნერვულ სისტემას. ანუ თუ შენი პროდუქტიულობა, შენი შრომის უნარიანობა არის ძალიან მაღალი დროის ხანგრძლივი პერიოდით, ეს დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ შენი მყოფები გამუდმებით სტრესში და აუცილებლად ამას მოყვება გადაწვის პერიოდი, რომელიც ასევე დიდხანს გრძელდება. ამიტომ როგორ არეგულირებ ამას? გააკეთე პაუზები. მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად შეგიძლია ასეთი რამე დანერგო. ყოველი 1 საათი მუშაობის შემდეგ 15 წუთი შეისვენე. ეს მისცემს შენს ნერვულ სისტემას საკმარის დროს იმისთვის, რომ რესურსები აღიდგინოს და ისევ პროდუქტიულად 15 წუთის დასვენების შემდეგ გააგრძელებ მუშაობას და თან დღეების განმავლობაში იმუშავებ ძალიან პროდუქტიულად, ისე რომ გადაწვა აღარ დაგემართება.